მოგესალმებით, ძვირფასებო. ძალიან საინტერესო სიმბოლოებია მოსული დღეს. არჩევნის გაკეთება მოგიწევს გულსა და გონების შორის. წარმატების მიღწევა გექნება საკუთარი ძალებით. ახალი გზა გაქვს კრიზისიდან, მოდიხარ სხვათა შორის. ახალი შანსები გაქვს. ბედის გაკვეთილებში. არჩევნის გაკეთება იქნება. და არჩევანს გააკეთებთ. დიდი მზე ამოდის, მეგობრებო, ეს არის ნათელი ენერგია და წარმატების სიმბოლოა საერთოდ მზე. რაც არ უნდა დაბრკოლებები გქონდეს წლის განმავლობაში, საბოლოოდ შენს მხარეს იქნება გამოჯვება, შვება და პოზიტიური დასასრული აი ამ დაბრკოლებების შემდეგ. შესაძლოა ფინანსური საკითხების თითქოს მონეტებს გავს. მონეტების მსგავსი ნიშანია, კი ბატონო, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში, წლის ბოლომდე საერთოდ ფინანსური საკითხები უკეთესობისკენ წავა თქვენი შემოსავალს, რაც შეეხება. ზედმეტი ხარჯები იყო თითქოს ფული ხელიდან გიცურდება სავით. ბარაკობა. აქ გადახურული გზებია, გადაკეტილი. კონფლიქტების ფონზეც ხდება ეს ყველაფერი. სხვათა შორის, მაგრამ დალაგდება მინდა გითხრათ. ფინჯანის ნაწილი ახლა აქ არის წვეთოვანი ნიშნები, ეს ნიშნავს, რომ ფინანსები თქვენი მცირე ნაწილებად იფანთება, იცით, ბარაკა არ არის, მაგრამ რაღაცა ეს ყველაფერი თვალის ფონიდან მოდის, როგორც მე ვხედავ, თვალის ფონიდან მოდის, ძალიანი თვალებით ეცადეთ თავი დაიცვათ. რამენაირად მაინც. რატომღაც ყველას გონია, რომ ძალიან კარგად ხართ ფინანსებში, სტაბილურად ხართ, ბევრი გაქვთ ფინანსი და ესე იგი არ ვიცი, აი მილიონერი ხართ. და ამის გამო, რა თქმა უნდა, მტერია თუ მოყვარე თუ ვინც არ უნდა იყოს, შურისგან სკდება. ჩანს ფიგურა სხვათა შორის, სადაც ხელში თასს იღებს ადამიანი, თასს. შემოსავლის წყაროს იღებს ხელში, რასაც ნაკლებად ელოდი, აი ზუსტად ის ვარიანტი იქნება. დალაგდება თქვენი ფინანსური არხი, მინდა გითხრათ, აქაც ძალიან კარგი ნიშნებია ფინანსური სტაბილურობის და პატარა 5-აცაც ვხედავ, ძვირფასებო. ჩანაფიქრის ასრულება ფინანსებში. ახალი გზა გექნებათ, მეგობრებო. ფინანსური ახალი გზა. თვალის ფონიდან გაქვთ ეს ყველაფერი, თქვენი ფინანსები გადაიკეტა. ვიღაცამ ძალიან დაგთვალათ სხვათა შორის. თქვენი სამუშაო ადგილიც სათვლილია. გთვალავენ. აქაც თვალი ამოდის. თვალი გაქვთ ძირითადად. ახლა ვხედავ, რომ ზედმეტი ხარჯები გაქვთ. შეიძლება იმიტომ, რომ ზაფხულია, ზაფხულის ბოლო, ან რაღაცა მოულოდნელი ფულის ხარჯვა ჩანს. თუ შევხედათ მომავლისკენ, აქ ვიმეორებ ესეთი ნიშნებია, იცით, რომ პირველ რიგში დავამატოთ. შემოდგომა, ძვირფასებო, შემოდგომა იქნება ფინანსური სიმშვიდე დაწყებული, ეგერთი, დაგროვება ჩანს
და წარმატების შეგრძნებაც უკვე რაღაცას ნიშნავს, ხო? აქ ისევ ჩანს ურთიერთობის გამოცოცხლება, ვინც ელოდებით ურთიერთობის ახალ ასპექტებს. ადამიანი ჩანს კიდევ, რომელიც ზურგით დგას. თქვენ ამ ადამიანს ვერ ხედავთ, მესამე პირია ვიღაცა, ვინც შეიძლება შემოიტანოს თქვენს ურთიერთობაში გაუგებრობა ან ჩარევა იქნება მისი მხრიდან. ამ ადამიანის გამო გაქვთ თითქოს ემოციური მერყეობა. გველის ნიშანია და თვალის სიმბოლოც ამოდის. არის ქალი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თითქოს ღიმილით მოდის, მაგრამ შინაგანად ცუდად განწყობილია ეს ადამიანი. მისგან უნდა თავი დაიცვა. ვერაფერს დაგაკლებე მტრები, შენ გზას მაინც ნათლად გააგრძელებ, კარგად გააგრძელებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რატომაც შურით, ბოღმით განწყობილი. სადაც არ უხარია თქვენი ბედნიერება. აბსოლუტურად კრიზის ელოდებიან თქვენგან. კრიზის, თქვენ ისეთი ძლიერი ხართ, კრიზისი იქით ექნებათ, მეგობრებო. თქვენ ხართ ძალიან კარგი ადამიანი, პოზიტიური. რთული ბედი გაქვთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ამ სირთულეებს გაივლით ბოლომდე წარმატებით. გაიმარჯვებთ ძვირფასებო. ფინანსებშიც დალაგდებით და ურთიერთობაშიც. ასე რომ ნუ რაფრის ნუ გეშინიათ. აბა წარმატებები.